ახლა უკვე სამშვიდობოს ვართ და ასეთ ისე გადაიარა იმდენი სტრესმა, რაც მეც გამოვიარე და ელიმაც ცხადია. თუმცა ხო, ჩვენ გავუძლებთ ამ სტრესს და ამ ტერორსაც, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ დავალებებს ასრულებენ და ის ადამიანები, რომლებიც ამ დავალებებს გასცემენ, ისინი მართლა არ ვიცი როგორ გააგრძელებენ მომავალში ცხოვრებას და რაღაც როგორ არ შევწყვებათ იმის, რასაც აკეთებენ მართლა უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ქვეყანაში კრიმინალი არის, რა ვიცი, აიხეთ მაღალ დონეზე ასული და ანუ რეჟიმი და დიქტატურა ყოველდღიურად მყარდება და მტკიცდება. მარიამ, აი რა შეგიძლია მოგვიყვე კიდევ დამატებით იმ პროცედურაზე, რომელიც დილიდან, როგორც ჩვენ მივხვდით, დაიწყო მოტყუებით, კარზე კაკუნით, თითქოს იყო მეზობელი, ხო? აი ასე დაიწყო ყველაფერი. დიახ, ძალიან ესეთი დებუშივით კაკუნი იყო კარზე და ამიტომ რო გავედი ვკითხე ვინ ხართ მეთქი და მეზობელი ვარ და რო გავიხედე დავინახე რომ ეს ქალი რომელიც წინით გავყონთ ძალიან ახლოს ქონდა სახე მაგრამ მაინც ფართოდ ჩანდა დავინახე გვერდით ორი ადამიანი ედგა აქეთ კიდე ერთი კაცი ედგა და ასევე სამხრე კამერასაც მოკარი თვალი და მივხვდი რომ მეზობლები არ არიან და ეგრევე ვუთხარი რომ მეთქი რა ვინ ხართ რატო ხართ მოსულები მითხეს რომ პროკურატურიდან არიან მე უკვე რაღაც ალბათ ეს მოვყევი ძალიან ბიუჯეტი და არ ვიცი რამდენად კიდე საინტერესო ეს დეტალები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ კარი განმაღებინეს, იმიტომ რომ მითხრეს, რომ თუ არ გავუღებდი კარს, მაშინ ძალისმიერი მეთოდით შემოვიდოდნენ და ანუ არც ადვოკატს დაელოდნენ, არც გადაღების უფლება მომცეს და ნუ რაც მთავარია, არც ის მდგომარეობა გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი იყო სახლში და თქვათ შეგვეძლო წყნარად ყოფილიყავით და დავლოდებოდით ადვოკატის მოსვლას და თქვათ ნაკლები ნერვიულობა იქნებოდა ჩემი მხრიდანაც და ბავშვიც ნაკლებად დაისტრესებოდა. ბავშვის გაყვანაც როგორც მივხვდით პირველი შესაძლებლობისთანავე არ მოხდა ხომ როგორც კი ის თავიდან როდესაც ჩემი მეგობარი და ჩემი უახლო ანუ ფაქტობრივად ოჯახის წევრები მოვიდნენ ჩემი და მითხეს რომ კარის გაღების უფლება არ მქონდა მათთვის მაგრამ მე ვუთხარი რომ ბავშვს გავატარ მეთქი და ნუ აი როგორც მივხვდი მათთვისაც რაღაც ტიპის რაღაც უკვე მე პროცესში დისკომფორტი იყო იმიტომ რომ ძალიან დაისტრესა ელი და ნუ აი ფაქტობრივად გაშიშებული იყო თვალსაც არ ახამხამებდა და ნუ რაღაც დროს მომცეს უფლება რომ ეს ბავშვი წაეყვანათ. ოღონდ ესეც მას შემდეგ მოხდა რა თქმა უნდა რაც მობილური უკვე ამოღებული ქონდათ და აი მობილური როგორც კი ამოიღეს აი თითქოს შეასრულეს ის ვისაც იყვნენ მოსულები და თვითონაც უფრო მოდუდნენ ხუმრობაც დაიწყეს რაღაცებზე ანუ აი რაღაც ანუ აქცენტი მთავარი ნადავლი რაც უნდა წაიღოთ იყო მობილური ხომ ასე გამოვიდა. ეგრევე თავიდან სანამ ვიღებდი ამ ლაივს სანამაძლებლად უფლებას უკვე გამიმარტეს რომ იმდენად საქმის აზრზე არ იყვნენ რაზე იყვნენ შემოსულები შინაარსი არ იცოდნენ და ანუ ამოცანა ჰქონდათ რომ მობილური უნდა წაიღონ ანუ ეს იყო მივხვდი თავიდანვე ამას მოვკაც საუბრის პროცესში და როგორც კი მობილური ამოიღეს მე უკვე მეუბნებოდნენ რომ აი წამოიღე ყველგან ერთად ვიაროთ ხო ხვდებით მე უკვე თითქოს ეს რაღაცა მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი თუ რაღაც ერთ-ერთმა მითხრა რომ ერთ დღეს ვარ დაბადებულები და აი ანუ მე დედა მყავს გურული და ნუ აი რაღაც თითქოს ამ ადამიანობის შენარჩუნების მცდელობები მე მას შემდეგ უკვე რაც ფაქტობრივად არ ადამიანურად გამთენიისას შემოვიდნენ მძინარე ბავშვთან და ჩემთან და რაღაც მკინახეთ ფორმა როგორც მოხდა ყველაფერი და ნუ აი ეს რაღაც 4 ადამიანი ერთად შემოსულთან ვაკუუმში ვიყავ ინფორმაციულში იმიტომ რომ არ ვიცოდი რომ სხვებთანაც შესულან თურმე მე მივხვდი რომ ამითი რომ რაღაც ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაციას ახორციელებდნენ ბჭყალებში ამითიც ცდილობდნენ რაღაც მასშტაბი შეექმნათ თითქოს რომ საქმეს აკეთებენ და აი რაღაც ქვეყანაში ჯგუფი დააიდენტიფიცირეს რომლებიც საბოტაჟს აწყობენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან თუმცა იმ პროცესში აი ამ მობილურის სახით შენ ხარ ციფრული მედიის და ტექნოლოგიების ძალიან კარგი სპეციალისტი ფორმულაში სწორედ ციფრულ სამსახურს მართავდი ჩვენ სოციალურ ქსელებს ვებგვერდს მაინტერესებს რა შეიძლება და ყოფილიყო მარიამ ბაჯელიძის ტელეფონში ისეთი რაც ახლა შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენო
არაფერი ნინო ვერაფერი ვერ იქნებოდა ნუ ჯერ ამ მეუბნებოდა რომ კოდი გითხარიო რომ მოხსნათო ბლოკი და ასე უფრო სწრაფად დაგიბრუნებთ მობილურს რაც ასევე ტყუილია და თუ ვინმეს მოუწევს ამ რაღაც ტერორის გავლა რა თქმა უნდა არ უთხრათ კოდი იმიტომ რომ ანუ არასწორია სრულიად და რა უნდა ნახონ მიმოწერები ჩემს თანამშრომლებთან მიმოწერები ჩემს მეგობრებთან და ელის კლასელების ჩატი რომელშიც თუ შეიძლება გაერთონ რაც ტოკა-ბოკაზე და კურომიზე და ეგეთ პერსონაჟებზე თუ წაიკითხავ მიმოწერებს ანუ მეტი ჩემს ტელეფონში არაფერი არ არის ცხადია და არც სახში არაფერი არ იყო სხვათა შორის სასტვენი პოვა ერთმა და რაღაცა კომენტარები გააკეთა რომ აი ნახეთ სასტვენი და მე უთხრა რომ მეთქი ვეგრა არის თქო ესეთი ნივთი მაქვს თქო და ძალიან დაელოდა ამ ნივთს რა იყო და მე პულივიზატორი მქონდა სახში და მეთქი აი ამაზე გეუბნებოდი თქო და ნუ ძალიან ცოტა იმედ გაცრუებული იყო რომ ანუ პულივიზატორზე მეტი დიდი რაღაცა დანაშაული ვერ აღმომიჩინეს სახში ისი წაღება შეეძლო და ჩემს კომპიუტერი წაიღეს რომელიც როგორც მე აღმოჩნდა არ იხსნება ანუ გაფუჭებულია და დედა ჩემის ვერ ხსნის და დისერტაციასაც ვერ ნახულობს რომელიც მარტო იმ კომპიუტერში ქონდა და რა ვიცი თუ გახსნიან და წაიკითხავენ და დაგვიბრუნებენ ამ დისერტაციასაც მაგისთვისაც მადლობელი ვიქნებით მაგრამ დანარჩენი მართლა აბსურდი არის საქმის დეტალებზე საუბარი უბრალოდ მაინც ამისი თქმა მინდა როგორი მართალიც არ უნდა იყო ის ფორმა რა ფორმაც შერჩეული აქვს ამ მთავრობას და ის ფორმა რა ფორმაზეც თანახმარიან შემსრულებლები მათ შორის ის ადამიანები რომლებიც ჩემთან იყვნენ დღეს და მათი კვარები არ დამავიწყდება ვახანია გეგეჭკორი დიღმელაშვილი ფუტკარაძე ანუ ეს 4 ადამიანი ანუ რა ფორმითაც ამას ახორციელებს ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან დამთრგუნველი და დამსტრესველი არის და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ რაღაც რამე ტიპის სიმართლის მარცვალი ამაში არის თუ არა მაინც დიდი ტერორია მაინც დიდი სტრესია და ამასთან გამკლავება საკმაოდ რთული არის ხო ეს ფაქტია რომ ასეა არავინ თქვას რომ ეს მარტივია მით უმეტეს როდესაც ამბობენ ხოლმე შენ არ გეხება და შენთან ერთად არის მცირეწლოვანი ბავშვი ნინო ბოდიში კიდე ერთი რაღაცის თქვა მინდა ისედაც რა თქმა უნდა თეორიულად ამაზე ინფორმაციას ვფლობდი და შეგრძნების დონეზეც ვგრძნობდი ამ ყველაფერს მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი როგორი მნიშვნელოვანი არის დამოუკიდებელი მედიის არსებობა ქვეყანაში და რატომ არის მედია ესეთი სამიზნე რეჟიმისთვის იმიტომ რომ მედიის გარეშე მე თუნდაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფსაც ვერ გავაგებინებდი რა მდგომარეობაში ვარ რა ხდება ჩემს სახლში რა მდგომარეობა არის ქვეყანაში და ასე შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს დამოუკიდებელი მიუკერძოებელი მედიისა რომელიც თავის საქმეს ასრულებს და მართლა საკუთარი რაღაც სიცოცხლის ფასადაც მათ შორის აკეთებენ ქვეყნისთვის ასაკეთო საქმეს მარია ჩვენი მოვალეობა შენ ძალიან კარგად იცი, ამიტომ აღარ განვაგრძობ ამაზე. მინდა ერთი რამ ვიკითხო კიდევ ფაქტობრივად აღარ არსებული ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში სირცხვილია, ხომ? რასთან კავშირშიც არის ალბათ სავარაუდოდ დღევანდელი შემოსვლა, ხომ? რა შეიძლება იყოს კიდევ სხვა მიზეზი? ზოგადად რატომ მოყევი აი ამ კამპანიაში როგორ ფიქრობ? ეს სირცხვილიას თემაა? თუ კიდევ რაიმე სხვა საკითხია. იქ ჩანდა რომ ნანუკა ჟორჟელიანის შვილი, მარიამი, ასევე აქტიური აქტივისტი ხომ, მეგობარია შენი და ისიც ჩანდა შენ სახლთან მაშინ როცა დედამისის სახლშიც ასევე იყო ჭხრეკად, წარმოუდგენელი იყო დღევანდელი დღე ამ კონკრეტული სამეგობროსთვის, ამ კონკრეტული ოჯახისთვისაც ხომ. რას უკავშირებ უფრო? აი რატომ აღმოჩნდი ასეთი მნიშვნელოვანი რეჟიმისთვის? პროკურატურის განცხადება ვნახე, სადაც ფონდების დირექტორებთან ერთად ვარ ჩამონათვალში, მე სირცხვილის დირექტორიც არ ვარ. მათ შორის ორგანიზაცია ნოემბრიდან უკვე აღარ ფუნქციონირებს და გარკვეული პერიოდი ამ ორგანიზაციაში მეკავა ბორდის თავმჯდომარის პოზიცია, თუმცა ჩემი შერჩევა
მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ამის დაშვება და ამის თქმა, ალბათ მაინც არის ის, რომ აჩვენონ ადამიანებს, რომ მათთვის არ არსებობს ხელშეუხებელი პერსონა, ანუ ორსულად იქნება თუ პატარა ბავშვით იქნება თუ როგორც არ უნდა იყოს, ყველას კარს მიადგებიან. ანუ ეს არის დაშინების და ტერორის რაღაც illustrირება იმ ადამიანებისთვის, რომლებისგანაც ელოდებიან, რომ გაჩუმდნენ და პროტესტის შეწყვეტონ, ან ხმას აღარ ამოიღონ საერთოდ თუ ანუ გონებაში აქვთ რომ რამე გააპროტესტონ. ალბათ ეს მეტი დანარჩენი ანუ თქვათ რაღაც ფუნქციურად მე იდეაში ამ წამს საერთოდ სხვა არის სპორტის თავმჯდომარე დირექტორის პოზიცია როგორც გითხარით მე არ მიკავია და რეალურად მაინც და მაინც ჩემთან რატომ უნდა შემოსულიყო ამის სხვა რაღაც რაციონალურ თუ პოზიციურ ახსნას ვერ პოულობ. ანუ იმისი თქმა რომ აი სოციალურ ქსელებში როდესაც იხილებოდა თქვენი შემთხვევა განსაკუთრებით ელის შემთხვევა ხომ იქ იყო რომ ნუ თუ არ იცოდნენ რომ ბავშვი იყო სახში რომ გოგონა იყო ორსული ალბათ ეს ვერ გათვალეს ხომ აი ესეთი რაღაც იმედნარევი კომენტარებიც იყო მიგაჩნიათ თუ არა რომ სწორედაც რომ ეს იყო გათვლილი შიშის ფაქტორის დასათესად და შიშის ფაქტორის გასააქტუალურებლად და აი ამ მიმართულებით სწორედ სამუშაოდ Absolutურად გულწრფელად როც თქვა იმ ადამიანებს რომლებიც ჩემთან იყო შემოსულები რაღაც მომენტში გამიჩნდა ამის განცდა რომ მათ არ ქონდათ ინფორმაცია რომ შემოდიოდნენ ნორსულთან და რაც შეეხება ბავშვს რო ვკითხე რომ მეთქი აი ასე უთენია მოსვლა რა საჭირო იყო და რაღაც ეძინა ელის მითხრეს ნუ ერთი მიზეზი ცოტა ხუმრობანარავი მაგრამ სერიოზულად მითხრა ეს მიზეზიც რომ საცობები იქნებოდა მე და გაგუჭირდებოდა მოსვლა და მე ხუმრობის ხასიათზეც არიან. ერთი იყო ისეთ ხუმრობის ხასიათზე, ნინო, იმდენი რაღაცა აი უკბილო ხუმრობა მოვისმენე დღის განმავლობაში დილით, რომ ანუ მოკლედ მაგაზე აღარ მინდა, მაგრამ მეორე თქვა, რომ შემდეგ შეება აღარ დავხვედროდით სახლში. ამიტომ თქვა ის რომ მე ბავშვთან ვიქნებოდი, რა ვიცი, ანუ მშობელი ვარ, ჩემს ახლა ინფორმაცია აქვს, ფლობდნენ მათ შორის იმ ინფორმაციას, რომ რაღაც ჩემი ქრის შესახებ და ასე შემდეგ და ანუ ბავშვთან რო ვიქნებოდი ეს სურადი იყო, თუმცა თვითონ ამ ადამიანებმა იცოდნენ თუ არა რომ ორსულად ვიყავი და იმ წამს იყო თუ არა ჩემთან ერთად ელი, ამაზე ვერ გეტყვით, მაგრამ დავალების გამცემა ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა, ამაში დარწმუნებული ვარ. მადლობა მარიამ გამძლეობას გისურვებ და იმედია რომ ეს სერიოზულ კვალს არ დატოვებს არც ჩვენზე და არც პატარა გოგონაზე, რომელსაც ასევე იმედია რომ გაამყარეს მე ხა მეუბნება ყურში ჩვენი პროდიუსერი რომ თქვენი მეუღლის ესე იგი მიმოწერა გასაჯაროვდა რომ პატარა არსება თქვენს სხეულში ასე ვთქვათ ეხოზე იმალებოდა და რაღაცნაირად ცდილობდა რომ ექიმა გირჩიათ რომ ორი თვის ვადაში კიდევ ესე იგი ერთხელ აქტიურად მოკლედ გაესინჯოთ გაიაროთ კონსულტაცია და შემოწმება იმიტომ რომ პატარა ამ წუთისთვის ჩანდა დაძაბული მუცელში. ეს მაინც ფაქტობრივი იმისთვის ვიტყვი რომ გუშინდელი მიმოწერა არის გულზე გაუკეთე კარდიოგრამა ნაყოფს მაგრამ დღეს მითხრეს რომ ხო ანუ სტრესის ფონზე ტონუსი რაც სტრესი იწვევს და ასევე ძალიან მოძრაობდა მთელი დღის განმავლობაში ეთყობა ამ ნერვიულობის გამო და ნუ ყელზე აქვს შემოხეული ჭიკლარი მაგრამ მაგას მივხედავთ და იმას ვიზამთ რა ქვია გაუწევთ კონტროლს რომ ყველაფერი იყოს გააძლიერებს თქვენს შვილსაც ოჯახსაც და იმედია რომ ეს ყველაფერი შეუტრიალდებათ მათ უკან ვინც ამას გეგმავს ვინც ამას ახორციელებს მადლობა მარიამ ბაჯელიძეს ჩართვისთვის